კოალიცია ცვლილებებისთვის მას მესამე ლიდერი კოალიციის მესამე ლიდერი დაუპატიმრეს მოკლედ. გუშინ თავის ფეხით მივიდა ნიკა გვარამია. ციხესთან, ანუ რაც არის გირავს არსი, რომ ადამიანი არ მიიმალოს, თავის ფეხით მივიდა ციხესთან და დააკავეს, ანა მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგწანებისთვის ხო, ახსენა ნიჩემ, რომ პრაქტიკულად ყველა ლიდერი დააკავეს, ელენე ხოშტარიას გარდა, როგორ მოქმედებს ეს თქვენზე და პოლიტიკურ ველზე, როცა პოლიტიკოსები არიან ციხეში და თქვენი პარტიის შემთხვევაში წილი განსაკუთრებით მაღალია, ხო? კი ბატონო, მოგესალმებით. მართალია, ჩვენი კოალიციის სამივე ლიდერი, ელენე უბრალოდ ამ შემთხვევაში კომისიაზე არ ყოფილა დაბარებული, თორე დარწმუნებული ვარ, რომ ელენეც აუცილებლად იქნებოდა Facebook პოსტებისთვის ბოლოს შეიძლება მინიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობით დააჯილდოვონ. კი ბატონო, ჩვენი კოალიციის სამივე ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, რეჟიმის ტყვეობაში არის. ადამიანურად, მეგობრულად და პარტიულად ნამდვილად რთული არის ჩვენთვის და არც ერთი ადამიანი რეჟიმის პატიმრობისთვის არათუ გვემეტება, არამედ მისი ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ, მით უმეტეს, როდესაც პარტიის ლიდერებს ეხება საქმე და ჩვენ მეგობრებს, მაგრამ ამავდროულად ვართ ძალიან ამაყები და წელში გამართულები, იმიტომ რომ სამივე ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში თავისი პრინციპულობით და სიმართლით და თანმიმდევრულობით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, არის ამ ფრონტის წინა ხაზზე და ჩვენც შესაბამისად პარტია და მთელი კოალიცია რაღაცნაირად გამართულები ვართ ჩვენ პოზიციაში, იმიტომ რომ რასაც მოუწოდებთ მათ შორის საზოგადოებას, ჩვენ ამ მოწოდების თანამონაწილეები ვართ და შეიძლება ითქვას წინ ვართ, რას მოუწოდებთ, ხო, დაუმორჩილებლობას, ბოიკოტირებას, არ შეგუებას და მიმღებლობის ნაკლებობას, ხო, არ მიღებას ამ ყველაფრისაც და შესაბამისად ეს თუ არის ჩვენი მოწოდება და ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლის ხაზი აქ გადის, საჯარო მოხელეების შემთხვევაში იქნება ეს მედიის შემთხვევაში, აქტივისტების თუ მოქალაქეების შემთხვევაში, უბრალოდ შესაბამისად ჩვენ ამ ნაწილში ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრულობით და მათ შორის პოლიტიკურათაც ვთვლით, რომ ვართ ძალიან სწორ და ღირსეულ პოზიციაზე ამ შემთხვევაში. რაც შეეხება რწმენას, შეიძლება ესე გადავაკონვერტიროთ ეგ ამბავი, რომ ჩვენ ლიდერებს და ჩვენ კოალიციას რომ არ სჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად აი ამ ჩვენი სტრატეგიით და ეს სტრატეგია გადის არ აღიარებაზე, არ შეგუებაზე და ბოიკოტირებაზე ყველა ნაწილში, რომ არ გჯეროდეს, რომ ეს აუცილებლად შედეგს მოიტანს და ამის რწმენა, გამარჯვების რწმენა რო არ გქონდეს, ну ალბათ არც ერთი ლიდერი ამ შემთხვევაში არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და საკუთარი ყველაზე ძვირფასი თავისუფლების ხარჯზე განსაკუთრებით კრიტიკულ პოზიციაში, როდესაც პოლიტიკური ლიდერები მათ შორის საჭირო არის ფრონტის წინახაზე, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და საკუთარ თავისუფლებას დროებით არ გადადებდა გვერდით, ხომ? და შესაბამისად ეს რწმენასაც ასხივებს ჩვენი მხრიდან. ხო, ეს დღევანდელი ამბავია და დაზღვეული რომ არ არის არავინ ამ სამართლებრივი წყალებში მექანიზმებით რეპრესირებისკენ, ხო, გახარიას შემთხვევაც აჩვენებს ამას. არ ვიცით რა მოყვება, მაგრამ ნუ ფაქტია რომ რაღაცნაირად მის თავზე დამოკლეს მახვილის დაკიდრება. კომისიაზე მივიდა, ხო, ესეც უნდა აღინიშნოს. კომისიაზე მივიდა ეს თემა სხვათა შორის ჩორჩანას საგუშაკოსთან დაკავშირებით იქაც დაიძრა და იყო განხილული, ახლა ჩვენ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ აგერ თურმე ამზადებდნენ საქმეს და აი ვახტანგ გომელაურიც აღარ არის, ხო? თანამდებობაზე, მაგრამ შეიძლება მისი ჩვენების საფუძველზე, ახლა არ მინდა სპეკულირება რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაღაც დამოკლეს მახვილის დაკიდება რომ არის კახარიას თავზე, ეგეც ჩანს და აი ამაზეც რო ვისაუბროთ, აი როგორ გარემოს ქმნიან ისინი უშუალოდ პოლიტიკური პარტიებისთვის და ლიდერებისთვის და როგორ ფიქრობთ არის თუ არა ამოცანა რომ საბოლოო ჯამში ყველა პარტიის ლიდერი სხვადასხვა ფორმით დააპატიმრონ. ცალსახად რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი და ვინც არის წინააღმდეგობის ფრონტზე. ამიტომ არის ჩვენთვის ყოველთვის ვიძახით ხოლმე ბრძოლის სტრატეგია და ხაზი გადის არ შეგუებაზე და არ თანამშრომლობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აღნიშნეთ, თქვენ გახარია იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ერთიანი შეთანხმება კომისიაზე არ მისulis ნაწილში, მათ შორის იმის მიუხედავად, რომ ის პარტიის წევრს დიმიტრი ცქიტიშვილს პრეზიდენტის ფორმატში თანხმობა ქონდა გამოთქმული, რომ არ თანამშრომლობთ ქართულ ოცნებასთან, მათ შორის კომისიაზე მისulis და შემდგომშიც ამას და ადასტურებდა კიდევაც ნამდვილად იმის მიუხედავად დაარღვია და მივიდა, ხედავთ, სად შემოუტრიალდა მაინც რეჟიმი, ხომ? იმიტომ რომ არ თანამშრომლობა ამ შემთხვევაში და უბრალოდ თანამშრომლობა არ აზღვევს არავის აბსოლუტურად
რეპრესიებისაგან და პოლიტიკური დევნისაგან. იმიტომ რეჟიმის პირობებში ვართ ჩვენ და რეჟიმის პირობებში დამცავი მექანიზმი აღარ არსებობს უბრალოდ. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ართანამშრომლობა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში, რატო არის გამოსავალი, რომ იგივე აი მაგალითად ჩვენი კოალიციის ლიდერები რომ მისულიყვნენ კომისიაზე, ფორმალურად მისულიყვნენ, ხომ? გახარიას მისვლამ არაფერი სიკეთე არ მოიტანა ბრძოლისათვის. აი რამე აქტივი შევიძინეთ, ამით არა მატერიალური ან რამე უპირატესობა მოვიპოვეთ ბრძოლაში. არა, უბრალოდ თიაწულუკიანს მიეცა საბაბი და საფუძველი, რომ ლეგიტიმაციაც გაესაღებინა გახარიას იქ მისვლა. გაქვთ თქვენ არჩევნებზე ზუსტად ყველა ფორმატში აბსოლუტურად და ჩვენმა არ მისვლამ რა გამოიწვია, რომ მორიგ ჯერზე მათ შორის საერთაშორისო ასპარეზი, აი ხო აბსოლუტურად აბსურდული მიზეზით არიან დაკავებული ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, რომ სადღაც არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაზე, ანტიქართულ, ანტიდასავლურ კომისიაზე არ მივიდნენ და ამისათვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოიტანა ამან შედეგი, მოიტანს აუცილებლად, იმიტომ რომ ამაზე აუცილებლად ექნება ხისტი პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობას, იმიტომ ეს არის ქართული ოცნების, მათ შორის დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რა პასუხი ექნება და თუ ხართ თქვენ გმაყოფილი ამ პასუხებით, იმიტომ რომ ბოლო დროს დამძიმდა ხო კიდევ უფრო მეტად ეს ნაბიჯები მათედევიძისთვის მისჯაც ინდიკატორია იმისი, რას აპირებენ, ეს სპეკულირება, მაგრამ ლოგიკას რომ გავყვეთ, აი რა უნდა იყოს შესაბამისი პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან, რაც დაეხმარებოდა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას, ასე ვთქვათ, სადღა დარჩენილი, მაგრამ ეგ არის ალბათ ამბავი, რომ ამ ქვეყანაში არანაირი ფორმალური დემოკრატიული პროცესიც კი ადრე თუ ახერხებდნენ და ინარჩუნებდნენ რაღაცა ფასადურ, ფორმალურ, საგარეო მიმართულებით იქნებოდა ქვეყნის შეგნით ფორმალურ დემოკრატიას და ამის ანტურაჟს ქმნიდნენ. დღეს აღარ გვაქვს და სწორია მათედევიძისთან დაკავშირებით გამოწენილი უმძიმესი გადაწყვეტილება გაწირეს უბრალოდ 21 წლის ბავშვი, სიკეთით, პატრიოტიზმით, სიყვარულით, არ ვიცი, სილაღით სავსე ადამიანი გაწირეს ციხისათვის, იმ საჯარო სიკეთისათვის, აი საჯარო სიკეთისთვის იბრძოდა, ხო, ეს ადამიანი და სახი არის ამ პროტესტის. მარტო მათი არა, ყველა ადამიანი და პროექცირება მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ. იგივე მოსამართლე არის 11 იმ მსჯავრდებული საკითხზე და იდენტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. და რავი, ათობით ადამიანი ყავთ რიგში, ვისაც უნდა მიუსაჯონ. კი, 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს სამწუხაროდ. იგივე ანალოგიურია მედიებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებთან დაკავშირებით Facebook პოსტების გამო და ახსენეთ კიდევაც ადამიანებს სასამართლოში იბარებენ და ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ უბრალოდ Facebook პოსტის გამო, ხომ? და შესაბამისად ამ ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა თუ გვინდა, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი არის, მეგობარი აქტი, ევროპარლამენტის განცხადებები, მიღებული რეზოლუცია ბოლო დროს, ხო, 20-მდე შესწორებით, რომელიც ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ მხარდაჭერის რა გითხრათ, მაგრამ შემაშფოთებელი გზავნილები წამოვიდა პოლონეთიდან, მაგალითად, რომელიც პოლონეთს არ უნდა დავაბრალოთ პასუხისმგებელი ვიზა ლიბერალიზაციას გაუქმებაზე რომ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მაგნიტში მივდივართ. ეს არის თავიდან ბოლომდე ის ფასი, რომელიც ქართულ საზოგადოებას უნდა გადაახდევინოს, ქართულმა ოცნებამ უნდა გადაახდევინოს ეს ფასი, იქნება ეკონომიკური სიკეთე, იქნება ეს ვიზა ლიბერალიზაცია, იქნება ნამდვილად და ჩვენ გვახდევინებს ამ ფასს საკუთარი გამდიდრების, ძალაუფლების შენარჩუნების და გამტკიცების მიზნით, ხომ რეალურად. ჩვენ გავღარიბდებით, ჩვენ გავკოტრდებით, ჩვენ ვიცხოვრებთ რეჟიმის პირობებში, დევნაში, სიძულვილში, იზოლაციაში, ხომ? ტოტალური სიბნელის პირობებში. ანუ ეს ყველა სიმძიმე ჩვენ კი მოსახლეობის კისერზე გადაივლის და თუ ვინმეს გონია, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე, 50 ადამიანის დაპატიმრებაზეა საქმე, ხო და ეს შემხებლობაში არ იქნება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან. ამ განწყობის მქონე ადამიანებს უბრალოდ მინდა ვუთხრა და ეს განწყობები არსებობს, რომ თითქოს მათ არ შეეხებათ რეჟიმი, აუცილებლად შეეხებათ იმ საგარეო სანქციებით და წნეხით უბრალოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას იზოლაციასთან დაკავშირებით თავი რო დავანებოთ და მარტო რჩებით ორბიტაზე ავტორიტარულ რეჟიმებთან, ხო, ჩინეთი იქნება, ირანი იქნება თუ რუსეთი იქნება ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს ყველას და ეს მძიმე ფასი იქნება ის გაჭიროება და ის სიბნელე და ის სიძულვილი, რომელშიც უბრალოდ ქვეყანა აღმოჩნდება. ოკეი, და დასასრულისკენ მივდივართ საუბრის და იმაზეც რომ ისაუბროთ, რისი ნიშანია რეჟიმის მხრიდან აი ასეთი გამალებული მაღალი ტემპის რეპრესიების გაშლა ყველა შესაძლო ფრონტზე, იმიტომ რომ კომფორტში როა რაღაც ხელისუფლება და პრობლემები დიდად არ აქვს, ის ასე არ იქცევა, ხო? ცალსახად. დასაიმედებლად არ ვამბობ ამას, მაგრამ არის ხომ ეს გამოვლინება სისუსტის და შიშის
მას შეიძლება ეს გაუვიდეს რაღაც სცენარში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავს ახლა კარგად და კომფორტულად გრძნობენ. კი ბატონო, ხელისუფალი ან უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძლიერია თავის პოზიციებში, არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ქართული ოცნება. დაწყებული ადამიანების გატაცებით იქნებოდა ეს ნიკა მელიას გატაცება, როგორც წაიყვანეს, თაზო საუბრობდა ხო, უბრალოდ მოიტაცეს სასამართლო დარბაზიდან, კოტე იოსელიანის გატაცება ადამიანებს ძალადობა, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. ძლიერ პოზიციაში მყოფი, ლეგიტიმაციის მქონე, მორალური უპირატესობის მქონე, მართალი ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ხელისუფალი უნდა ვუწოდოთ. მსგავსად არ პოზიციონირებს. ძალადობაზე გადადის, რომელიც თავდაცვის საშუალებად იქცევა, ხომ ხო ქართული ოცნება ამას თავდაცვის საშუალებად აქცევს, ჯავშანი უნდა თითქოს გაიკეთოს ადამიანების დაშინებით და მათზე ძალადობით, რომ ყველა მერე პროექცირება მოახდინოს საკუთარ თავზე, ის რომ გაიტაცეს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს იმას, რომ იჭერენ, შეიძლება მეც მომდგნენ, ხომ? და შიშის დანერგვა, ტოტალური შიშის დანერგვა არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩენია. სტატუს კო რა არის ახლა ამ ბრძოლის? ქართული ოცნება გამარჯვებული არ არის, ქართული ოცნება არ არის მორალურ უპირატესობაში, არც პოლიტიკური სიძლიერე არ ახლავს მის მმართველობას, პირიქით არაღიარებული რეჟიმი არის ამ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის ასევე ხო, რომელიც ქვეყნის გარეთ, რომელსაც აქვს უბრალოდ სახელმწიფო რესურსები, კანონებს იყენებს არა მოქალაქეების დასაცავად, არამედ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იგივე საკეთებს ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით, უბრალოდ ეს ყველაფერი ამოწურვადია ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს და ის საგარეო წნეხი, რომელიც მოაწვება, მაგრამ აქვე აუცილებელია, რომ ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა, რომლებიც დღეს არიან რეჟიმთან ბრძოლის ავანგარდში და წინა ხაზზე, საერთაშორისო პარტნიორებს მისცენ მათ შორის დაუტოვონ და მიუმართავა ამ შემთხვევაში პარტიებს, რომლებიც ამოცემულობით ფიქრობენ თვითმმართველობის არაფრის მომცემ კრიმინალურ არჩევნებზე გასვლას, დაუტოვონ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ის არგუმენტი და დაუტოვონ ქვეყანას და ბრძოლაში მყოფ ხალხს, რომ ეს რეჟიმი არ არის აღიარებული და ლეგიტიმაცია მიცემული არც ერთ ნაწილში. მადლობა.